ეროვნულ გამოცდებამდე ერთი დღით ადრე აბიტურიენტთა საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან, რას ითხოვენ აბიტურიენტები და როგორია ცენტრის არგუმენტი. პირდაპირ ეთერში ნინი მეტრეველი ჩაგვერთვება, ნინი გისმენთ. განათლების სამინისტროს წინ აბიტურიენტების აქცია ცოტა ხნის წინ დაიშალა, თუმცა აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება. ისინი ითხოვენ, რომ შეიცვალოს განათლების სამინისტროს დამოკიდებულება აბიტურიენტების მიმართ და ასევე გამოსწორდეს დაშვებული ხარვეზები. ცოტა ხნის წინ ამ მოთხოვნებით აბიტურიენტებმა განათლების მინისტრის სახელზე წერილით შეიტანეს. ასევე აქციას შემოუერთდა სტუდენტთა უფლებების დაცვის ლიგაც, რომელიც ცდილობდა ერთგვარი შუამავლის როლი ეთამაშა გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აბიტურიენტებს შორის. მაია მიმინოშვილმა აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ შესთავაზა შეხვედრა, რაზეც ისინი დათანხმდნენ. ჩვენ გუშინას დაუკავშირდით აბიტურიენტებს, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და უთხარით ესეთი რაღაც, რომ ქალბატონ მაია მიმინოშვილთან შევახვედრებდით. დღესაც აღნიშნული არის ზალაში, ქალბატონი მაია მზად არის შეხვდეს და ამავდროულად განათლების სამინისტროდანაც არის შესაბამისი ინიციატივა. მე ვაპროტესტებ განათლების სამინისტროს დამოკიდებულებას. ისინი ცინიკურები არიან ჩვენ მიმართ. ეს არის დაუშვებელი. მე ვარ მე-12 კლასელი, ახლა გადავედი და აგრეთვე ვაპროტესტებ საატესტატო გამოცდილების მომხდარისნეტებს. კულმინაციას წარმოადგენდა სწორედ 3 დღის წინ უხეშად გამოცხადებული ცვლილება, რომელსაც აბიტურიენტები საკმაოდ მძიმედ აღიქვამენ, გამომდინარე იქიდან, რომ დარჩენილია სულ რაღაც 1 დღე. გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებში ცვლილებები არ შესულა. რაც შეეხება საატესტატო გამოცდებებზე დაშვებულ ხარვეზებს, ისინი ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური პრობლემა იყო. ცვლილება არანაირი არ განხორციელებულა. ტესტის დავალების ტიპი არის ანალოგიური იმისა, რაც იყო 2013 წელს. შეფასების კრიტერიუმებიც არ შეცვლილა. რაც შეეხება ახლა აბიტურიენტთა პრეტენზიას, ეს რა თქმა უნდა ცოტა გაუგებარიც არის და გადაჭარბებულიც არის, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ დიდი დრო მომზადებულიყვნენ იმისთვის, რომ ტექსტის რედაქტირებაში ამ დავალებაში გაესწორებინათ შეცდომები. მე შეგახსენებთ, რომ მაია მიმინოშვილმა კიდევ ერთხელ შესთავაზა აბიტურიენტებს შეხვედრა და აქციის მონაწილეები გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს 7 საათისთვის შეხვდებიან. მადლობა, ნინი, პირდაპირ ეთერში ნინი მეტრეველი საუბრობდა.